საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ალექსანდრე ჭავჭავაძის შესანიშნავი ლექსი გოგჩა. როგორც ვიცით, ალექსანდრე ჭავჭავაძე არის რომანტიკოსი პოეტი, რომლის შემოქმედება სავსე არის წარსულის გრძნობით, განცდით, წარსულისკენ არის მიმართული მისი მზერა, როგორც რომანტიკოსი პოეტისა. ის არის უკმაყოფილო აწმყოთი, რადგან აი ამ დიდებული წარსულის ფონზე, რა თქმა უნდა, აწმყო წარმოჩნდება ძალიან გულის მომკვლელად. რაც შეეხება მომავალს, იქ ხან იმედით გაიმზირება პოეტი, ხან კიდევ მის მზერას დანისლავს ხოლმე ძალიან დიდი სევდა და ნაღველი. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, წარმოჩენილი არის ამ ლექსში. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვა ჩვენი შესანიშნავი გამორჩეული მწერლები ძალიან დიდ შეფასებას აძლევდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებას. ილია ჭავჭავაძეს ლექსიც აქვს მიძღვნილი, რომელშიც ვკითხულობთ, როგორი ზემოქმედება აქვს ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიას მკითხველზე. მისი ლექსი შვებითილ ხენით ხან მეჯლისში მოფრინდება, გულს ჩაგეკვრის, ლაღობს, ხარობს, გამღერებს და ამღერდება. და შემდეგ ამ ლექსში ბოლოს სტროფში გოგჩასაც მოიხსენიებს, ხან დახურებს ნაღულიანად, დაფიქრებით გოგჩის ტბასა და ემდურის წვავის მოთქმით დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა. ან კიდევ აკაკი წერეთლის ლექსი რომ გავიხსენოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზე, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: მღერალო ტკბილო, მამულიშვილო, ამაღლებულო, სულით ზეცამდე, იყავ კურთხეულ, არ დავიწყებულ, ამიერიდან უკუნისამდე. ახლა თვითონ გოგჩა ვნახოთ, როგორი ლექსი არის, რა არის წარმოჩენილი ამ ლექსში. გოგჩა ეს არის ულამაზესი ტბა სომხეთში, გისევანის სახელით არის ცნობილი. პოეტი გვიხატავს უპირველეს ყოვლისა იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მან მიიღო გოგჩის ხილვისას. თავიდანვე რომ გამოვკვეთოთ, ამ ლექსში წარმოჩენილი არის დროის დაუდგრომლობა, წუთისოფლის წარმავლობა და ცხოვრების ამაოება. ესე იგი, ლექსში მთავარი სათქმელი არის ის, რაც ეხმიანება ეკლესიასტეს გოდებას, რომ ყოველივე არის ამაოება, ამაოთა და ყოველივე ამაო. მაგრამ მთავარი რა არის? პოეტი ამ განცდას, ამ გრძნობას როგორ წარმოაჩენს, რა გავლენას ახდენს ის მკითხველზე, როგორ გადასცემს ის მკითხველს თავის ნაგრძნობსა და განცდილს. ნახოთ, როგორ ხატავს ბუნებას. კონკრეტულად აი ამ ტბას. როგორც ვიცით, ბუნება იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომანტიკოსთა პოეზიაში. მათ გაასულიერეს ბუნება. რომანტიკოსები ცხოვრებისაგან შეჭირვებულნი პოებდნენ სიმშვიდეს ბუნებაში. გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც მიდიოდა, თქვათ, მტკვრის სანაპიროზე წარვე წყალისპირ სევდიანი ფიქრთ გასართოლად, აქვე ძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად, ხომ? ან კიდევ მთაწმინდის შემოგარენს შეეხიზნებოდა ხოლმე. გრიგოლ ორბელიანით შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც ერთხელ ბუნების სურათებით აღტაცებული გადმოვიდა ეტლიდან გაშალა ხელები და ლოცვა დაიწყო. ესე იგი, იმდენად მშვენიერი იყო ბუნება, რომ მან შეიგრძნო ღმერთი ბუნებაში და ლოცვა უნდა. ან კიდევ როდესაც წერს სადღეგრძელოში გრიგოლ ორბელიანი, რომ ღმერთო ვინ მისწვეს შენგან ქმნილ ფერით უთვალავ შვენებასო. აი აქაც ალექსანდრე ჭავჭავაძე ამ გოგჩის შემოგარენს, თვითონ გოგჩის ტბას წარმოაჩენს ძალიან ლამაზად. გვიჩნდება მკითხველს, რა თქმა უნდა, მშვენიერების განცდა. როგორ ხატავს? გოგჩა ეს არის ვრცელი ტბა, რომელიც ზღვას ბაძავს ხმოვანებით. ესე იგი, მისი ხმაური, როდესაც ზვირთები ღელავენ, მისი მოგვაგონებს სწორედ ზღვის ხმაურს. ხან მშვიდი არის ეს ტბა, ხან კიდე მღელვარეა. თანაც ეს ამ მღელვარებას ხანდახან მრისხანება ახლავს. აი თითქოს ცოცხლად ვხედავთ ამ ტბას, რომელსაც სული აქვს, ასე ვთქვა, და რომელიც ავლენს დროდადრო აი ამ თავის სულს. ზოგჯერ ის არის როგორც ბროლი გულუბრყვილო, ესე იგი, ზოგჯერ ბროლივით გამჭვირვალე არის. წმინდა, უძრავი, გულუბრყვილო, წმინდა, უძრავი ეპითეტებია და ეს ეპითეტები დაახვალა, ასე ვთქვათ, პოეტმა იმისათვის, რომ მკითხველს თვალნათლივ წარმოუჩინოს, როგორი არის ამ ტბის ზედაპირი.
და მასში ირეკლება ხან ცის ლაჟვარდი და ხან მწვანე მთები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ რომ ირეკლება ცის ლაჟვარდი, აი სისუფთავე ცისა, ცის სიღრმე ირეკლება. გოგჩა არის მიწაზე, მაგრამ ეს მიწიერი ირეკლავს ზეციურსაც. და როდესაც ხან ესე იგი ცისფერია, ხან მწვანეა და ერთგვარი ფერწერული სურათიც არის მკითხველის თვალწინ რა თქმა უნდა გადაშლილი. ამავე დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ გოგჩა არის ტბა, მაგრამ იმავდროულად ეს ტბა განასახიერებს ცხოვრებას, რომელიც სავსე არის ხან მღელვარებით, ხან სიმშვიდით და აი ასე მიედინება ჩვენი ცხოვრება. ერთმანეთს ცვლის ჭირი, ვარამი, სიხარული თუ წუხარება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის, რომ ჩვენთვის ტბის სილამაზე და მშვენიერება დაეხატა. ესე იგი, აქ ბუნების სილამაზე წარმოგვიჩინა უპირველეს ყოვლისა, რომელიც აი ესეთ გავლენას ახდენს ადამიანზე, რომ მასაც სიმშვიდეს ანიჭებს. სულხან-საბა ორბელიანი წერს თავის სიბნეს სიცრუისაში ერთ ადგილას, რომ ისეთი ლამაზი ადგილი იყო, რომ ნახოსა სევდანი გაექცეოდნენ. დაახლოებით ასეთ განცდას იწვევს გოგჩის ხილვაც, რომ იქ რაც კიდე დამწუხრებული მიხვიდე თუ შეხედავ აი ამ ტბის ზედაპირს და აღიქვა მისი ლამაზეს, აუცილებლად სევდას უკუიღრი, სევდისაგან განიძარცვები. მაგრამ როგორც გითხარით, ალექსანდრე ჭავჭავაძის მზერა არ რჩება მიჯაჭვული ამ ტბაზე, არამედ შემოავლებს მზერას გარშემო და ხატავს სრულიად განსხვავებულ კონტრასტულ სურათს იმისას, რაც გოგჩის ხატვისას ჩვენ დავინახეთ და სრულიად განსხვავებულ გრძნობებს აღგვიძრავს და სწორედ ღირებულია ეს კონტრასტი არის. რა ხდება გოგჩის ტბის გარშემო? აქ არის ყველაფერი დანგრეული და დაქცეული. მაგრამ ეს შესაზღვრი კი არ არის, თქვა, საძაგელი და საზარელი, არამედ ამ ნანგრევებსაც თავისი ესთეტიკა აქვს. ესე იგი, თავისი სილამაზე და მშვენიერება, თუმცა ეს ყოველივე არის ძალიან დიდი ნაღველის მომცველი. და ალექსანდრე ჭავჭავაძე, როგორც ჭეშმარიტი ნამდვილი პოეტი, აი ამ დეტალებში, რა თქმა უნდა, პოულობს ძალიან დიდ სილამაზეს და ნახეთ როგორ გვიხატავს, რომ მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეც ძაძით მოსველნი. აი ესეთი მეტაფორა გამოიყენა, რომ ძაძით არის ყოველივე აქ შემოსილი. ძაძას, რა თქმა უნდა, ადამიანები იმოსავენ გლოვის ნიშნად და ყველაფერს ადევს აქ იგვლივ სამგლოვიარო ნიშანი. იმიტომ რომ აქ არც ერთი შენობა აღარ მოჩანს. აქ არის მხოლოდ კვალი და ნატამალი, ასე ვთქვათ, ნარჩენები იმ შენობებისა, რომლებიც აქ ოდესღაც ყოფილან აღმართულნი. და ნახეთ, როგორ წარმოაჩენს, რომელი ეპითეტებით წარმოაჩენს იმას, რომ აქ ყველაფერი იყო, რომ იყო აქ ქალაქები, აქ ყვავებულან, დიდებულად ქალაქნი ვრცელნი. ესე იგი, ეს რომ აყვავებული იყო ვრცელი ქალაქი, თანდაც ეს ქალაქი დიდებულად ყვაოდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ წარსული იყო დიდებული და აყვავებული და ამ დიდებული, აყვავებული წარსულის ფონზე უფრო მგლოვიარად გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, აწმყო, იმიტომ რომ პოეტი წერს, რომ ახლა აქ ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა. ბუ საერთოდ იქ ცხოვრობს ხოლმე, სადაც არის ნანგრევები და ნატამალი და აი ეს წარმოდგება მკითხველის მზერის წინაშე. მესამე სტროფში პოეტი გამოხატავს მთავარ სათქმელს. ის წერს, რომ აი ეს ნანგრევები ნახველსაც თავის მჭმუნვარებას გადასდებენ. ესე იგი, თუ გოგჩის სიმშვიდე სილამაზე რაღაცნაირი იმედით და სიმშვიდით აღავსებდა მკითხველს, აი ეს ნანგრევები, ამ ნანგრევთა ხილვა და ისეთი შთამბეჭდავია ეს აღწერა, რომ თითქოს ჩვენ ყოველივე ამას ვხედავთ, ნაღველს უზრდიან, ტკივილს აჩენენ მკითხველის გულში. აქ არის უდაბურება, ჩუმარება, არარაობა, აი არარაობის შეგრძნება უჩნდება მკითხველს ამ ნანგრევების ხილვისა და ამიტომაც არის, რომ თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ. წუხარება გჩნდება ადამიანის გულში და უნებლიეთ წარმოდგება ოხრით ორ ეს გრძნობა. ესე იგი, ამ მესამე სტროფში შეგვამზადა მთავარი სათქმელისთვის, რომელიც აი შემდეგ სტროფში უკვე არის გამოხატული და ერთგვარი კულმინაციაა, ასე ვთქვათ, ამ ლექსისა ეს მეოთხე სტროფი. და რატომ? ახლავე ვნახავთ ამას. პოეტი წერს: აჰა, პალატთა დიდებულთან გრეული ნაშთი. აი პალატები არის სასახლეები და ნახეთ როგორ წერს, რომ დიდებული პალატები დაინგრა. აი დაინახეთ ეს ყოველივე, ახლავე დაინახეთ. ესე იგი, თქვენ თვალწინ ამ წუთში, აი ამ წამში კითხვისას უნდა გაცოცხლდეს ეს ყველაფერი. აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო. ესე იგი, ჩინებული ქალაქები იყო აქ და ჩვენ თვალწინ, რა თქმა უნდა, გაიელვებს ეს დიდებული წარსული. და აი ჩვენი მომავლის ნამდვილი ხატი. მხოლოდ აწმყოზე, რას დაბმულ ხარ, ხედავ ბრმობილო.
ესე იგი პოეტი წერს, რომ ჩვენი მომავალი ეს არის, ჩვენი მომავლის ნამდვილი ხატი. ნამდვილი ხატი ნიშნავს ნამდვილი სურათი. თუ ჩვენ მაგალითად ჩვენ გარშემო ვხედავთ აყვავებულ ქალაქებს, დიდებულ შენობებს, ჩინებულ გარემოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყოველივე მუდმივად იქნება და წარუვალი იქნება. არამედ ყოველივე ისევე გაცამტვერდება, როგორც გაცამტვერდა და არარავად იქცა გოგჩის გარშემო. ამიტომაც მიმართავს პოეტი მკითხოს, მხოლოდ აწმყოზე რას დამმულხარ ხედვა მობილო. ესე იგი, ადამიანის მზერა არის დაბრმავებული, თუ კი ის ფიქრობს, რომ ეს აწმყო მარადიულად გაგრძელდება. ესე იგი, ადამიანმა უნდა გაიხედოს მომავლისკენ და წინასწარ გააჭრიდოს და წინასწარ დაინახოს, რომ ყოველივე არის წარმავალი, ყოველივე ნადგურდება და მტრად იქცევა. რა თქმა უნდა, ამგვარი გახედვა მომავლისაკენ პესიმიზმის შემცველია, უიმედობას აღზრავს ადამიანში. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის შედეგად, რომ ცხოვრებას დააკვირდა, ხომ? ეს არ არის, თქვათ, სიახლე, წეღანაც ვახსენეთ ბიბლია, ამაოება, ამაოთა და ყოველივე ამაო. წუთისოფელი არის ხანმოკლე და წუთისოფელში ყველაფერი რაც ჯდება, ის მიდის დაღუპვისაკენ, ის მიდის, რა თქმა უნდა, დასასრულისაკენ. და ამიტომაც აი ამ სტროფში გამოკვეთა ეს, რომ რაც გვაქვს დღეს, ის ხვალე არ იქნება სამწუხაროდ. ეს არის ცხოვრების დამახასიათებელი. ეს არის წუთისოფლის კანონზომიერება. და მერე უკვე ალექსანდრე ჭავჭავაძე აი ამას ყოველივეს თვალნათლივ წარმოაჩენს, როგორ რა იყო აქ და რა დაიქცა და რა დაინგრა. აი მაგალითად ყურადღებას შეაჩერებს ქვების გადაყრილ ქვებზე ირგვლივ და ის ამბობს, რომ აი ამ ქვებისაგან ერთ დროს იყო აგებული ტაძარი, სადაც თვითონ მეფეებიც კი უძლეველი ძალაუფლების მქონენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხს, სადაც ღვთის დიდება გაისმოდა, ტკბილი დიდება, ესე იგი ტკბილად გაისმოდა და ფსალმუნების ხმით იყო გაჟღენთილი ირგვლივ ყოველივე, ხომ? თან ესე იგი ისე ხატავს ამ ყოველივეს, რომ წეღანაც აღნიშნე ჩვენს წარმოსახვაში აღიმართება ეს ტაძარი და თითქოს ჩვენ ამ ტაძარში შევდივართ მწერალთან ერთად. პოეტთან ერთად, მაგრამ ეს ყოველივე დიდებულება უკვე გაცამტვირებულია, დანგრეულია და მხოლოდ ქვებად არის ნაქცევი. მაგრამ პოეზიას ნახეთ რა დიდი ძალა აქვს. აი ამ ქვებიდან უცებ ჩვენს წარმოსახვაში ეს ყოველივე ისევ წამოიმართა. ალექსანდრე ჭავჭავაძე ცდილობს, რომ კარგად დაგვიხატოს ის ყოველივე, რომელიც ამ ტბის გარშემო იყო. აი მოჩუქჩუხი, ასე ვთქვათ, მდუღარე, მჩქეფარე ცხოვრება წარმოგვიჩინოს, რაც აქ იყო. აი ის წერს, რომ ეს ტაძარი, რომელიც იყო დიდებული, ახლა არის ძალიან საწყალობელი, როგორც გითხარით და ყველა სამწუხარო ის არის, რომ მას აქვს მხოლოდ რა ფუნქცია აი ამ ნანგრევებს, რომ შეიფაროს პირუტყვი, რომელიც შორიდან მოდის, ასე ვთქვათ, ან შეიფაროს მგზავრი, რომელსაც მოაქვს თავისი ნავაჭრი, საქონელი. მეტი მას აღარაფერი აღარ აკისრია, ასე ვთქვათ, მოვალეობად. ან კიდევ აი ეს დაყრილი ქვები, ეს მზერა ნელ-ნელა ესე გადაინაცვლებს ჩვენი ამ ტბის გარშემო. აქ იყვნენ, აქ იყო გამართული ძალიან დიდი სავაჭროები, დიდრული სავაჭროები და ახსენებს სომეხ ვაჭრებს, როგორც ვიცით, სომხები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ვაჭრობის ხელოვნების ცოდნით, დაოსტატებულნი იყვნენ ამ საქმეში და აი აქაც იყო დიდი სავაჭროები გამართული. ალექსანდრე ჭავჭავაძე შეგვახსენებს იმას, რომ ამ ვაჭართა შორის იყვნენ გამორჩეულად მდიდარნი. მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე. ქურური სწორედ დიდ სიმდიდრეს ნიშნავს, დიდ ქონებას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის, რომ ეს ადამიანები არათუ ვერცხლით, ნდობითაცა იყვნენ მდიდარნი. ესე იგი ეს ადამიანები იყვნენ მაღალი ზნეობისანი და გამოირჩეოდნენ ღირსებებით, ესე იგი მათ პატივს სცემდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქონება გააჩნდათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ზნეობრივად მაღალნი, ასე ვთქვათ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ სიმდიდრეს შეულობდნენ სწორი გზით, ასე ვთქვათ, პატიოსანი შრომითა და გარჯით. მაგრამ რა, ეს ყოველივე წაიშალა. ისინი უკვე ამ ქვეყანაზე აღარ არიან, არც მათი ქონება აღარ არის, არც ის სავაჭროები აღარ არიან. შეხედე ამავე ცელსა ვაკეს მიმართავს პოეტი მკითხველს ქვაყრილსა ბნელად კვლავას პარესა სათქონიათ ტაიშთა ზრბოლა. ახლა ახალი რა მიხატება მკითხველის წარმოსახვაში. მკითხველმა უნდა წარმოიდგინოს, რომ აქ იყო მოედნები, რომლებზეც იმართებოდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ახალგაზრდები, ყმაწვილები, რაინდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჩოგნის ტაცებაში, ბურთის სროლაში, შუბის ტრიალში და ასე შემდეგ.
სხვადასხვა თამაშობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და გამოავლებდნენ თავიანთ ძალასა და თავიანთ სიმამაცეს. ან კიდევ აი ეს შავი ქვები, რომლებიც არიანო ახლა დახავსილნი, ერთ დროს ურთიერთ კავშირით იყვნენ ამაღლებულნი. ისინი ქმნიდნენ დიდებულ შენობას, რომელთა პატრონები იყვნენ ძალაუფლების, სიმდიდრის მქონენი და პოეტი ნახეთ როგორ აწერს ამას. აქაც ამჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად წყალობითა და რისხვის ქვევით მართველი ერთა. აქაც იჯდა ესე იგი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ძალაუფლება და ყოველივეს მართავდა. მაგრამ ეს ყოველივე დრომ წაშალა. აქაც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთა გულები სავსე იყო შურით, ფობით, სიძულვილით, ბოროტებით, ესე იგი ყოველივე იმით, რაც დამახასიათებელია საერთოდ ადამიანური ყოფისათვის, ადამიანთა საზოგადოებისათვის, მაგრამ ყოველივე დრომ წაიღო. სიძულვილიც, ბოროტებაც, სიყვარულიც და სიკეთეც. აი ასეთი განურჩევლად ეპყრობა დრო ყოველივეს, მისი მოსვლელი ხელი ყოველივეს ანადგურებს. ალექსანდრე ჭავჭავაძე უცებ ამ ფონზე გამოკვეთს ძალიან ლამაზ სურათს. მკითხველის წარმოსახვაში ის აცოცხლებს მშვენიერ ქალბატონებს, რომლებიც მოდიოდნენ ამ ტბის სანაპიროზე და ტბა ირეკლავდა მათ სილამაზეს. ოღონ აქ მეტაფორით წარმოაჩენს ამ ქალბატონების სილამაზეს. ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობრნი, რავდნენ გზის ტურფად, გარდუღია სარკესა წყლისას. ესე იგი ეს სარკე, წყლის სარკე, აი ამ ყოველივეს ამ ქალების სილამაზეს ირეკლავდა და თითქოს ეს წყალიც განიცდიდა ერთგვარ სიხარულსა და ბედნიერებას. და ისეთი ლამაზები იყვნენ ეს ქალბატონები, რომ თვარე თავმოწონე თვარეს კი შურით ივსებოდა, როცა მას უყურებდა. და თითქოს შუქი აკლდებოდა. რავდნენ გზის თვარეს, თავმომწონეს მათთან შთახედვით, უგზნია თვისი ჩაგრულ ყოფა და მოღრუბლილა. საერთოდ ციური მნათობებთან ხშირად არის ხოლმე შედარებული ადამიანის სილამაზე, ამით გამოირჩევა განსაკუთრებით ვეფხისტყაოსანი, მაგალითად სტრიქონი ერთი გვახსენდება, რომ თვარესა მისთა შუქთაგან გადაფენოდაო, როდესაც აღწერს თავისი პერსონაჟი ქალის სილამაზეს. შოთა რუსთაველი აი ამგვარად წარმოაჩენს, ხო? აქაც ასეთ ჩნდება და იხატება მთვარე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალების სილამაზე იყო ღვთაებრივზე უფრო აღმატებულიც კი, ყოველივე დრომ თავისი სასტიკი ხელით გაანადგურა და შემოსრა, მაგრამ რა დროსამსვლელის ცელით, ყოლთა წარწმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვასთებრ მოსდრილა. ესე იგი სხვასავით განადგურდა ეს ღვთაებრივზე აღმატებული მშვენიერებაც კი. აი ასეთი სევდით აღვავსო ალექსანდრე ჭავჭავაძემ ამ ლექსით, მაგრამ ეს სევდა არის მშვენიერი და ადამიანის ამამაღლებელი. რა თქმა უნდა, ეს ლექსი ჩვენ დაგვაფიქრებს ცხოვრებაზე. გირჩევთ წაიკითხოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სხვა ლექსებიც. გმადლობთ ყურადღებისათვის.